საქართველოს საპატრიარქოსა და ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. ზოგადად არის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სინოდი იღებს ამ გადაწყვეტილებას და როდესაც ზოგიერთები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ ჩაერიონ ამ საქმეში და პრემიერ-მინისტრად ნათლად განმარტა, რომ არანაირი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, რომ ამ საქმეზე რამეზე გავლენა მოახდინოს, მეორე მხარე ანტიკამპანიას ეწევა. ეს ზემოქმედების მოხდენა არის. თან ეწევა ძალიან უღირსი ფორმებით, დაკნინების ფორმებით, 1000 რაღაცა გამოგონილი ნარატივების ფორმებით და ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ სინოდს უნდა მიეცეს მშვიდად არჩევანის გაკეთების საშუალება ყოველგვარი კამპანიებისა და ანტიკამპანიების გარეშე. ეკლესია არის დამოუკიდებელი საკუთარ საქმიანობაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ეკლესია იყოს ძლიერი და იყოს დამოუკიდებელი საკუთარ საქმიანობაში. და პრინციპში ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენი უწმინდესის მრავალწლიანი მოღვაწეობა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქართული ეკლესია არის ძლიერი, ისე როგორც არასდროს. საზოგადოება გლოვობს ჩვენს პატრიარქს, ჩვენი უწმინდესის უძვირფასესი ადამიანის გარდაცვალებას და ეს ადამიანები ძალიან სამწუხაროა, რომ იცლიან ჩირქიმოსხონ ეკლესიას, ჩირქიმოსხონ კონკრეტულ უმაღლეს იერარქებს, ჩათვალეს, რომ ეკლესია არის ხელმძღვანელის გარეშე დასუსტებული და თითქოს ეხლა არის კარგი დრო იმისთვის, რომ ეკლესია და უმაღლესი იერარქები აკრიტიკონ.